საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, მდინარე ხობის წყალზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ შეჩერებული მშენებლობების შესახებ განცხადება გააკეთა და ჟურნალისტებს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების ასლებით წარუდგინა. მე მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ განცხადებებს, რომელიც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და მინდა აუხსნა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხობი 1, ხობი 2 ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა შეჩერებულია. ეს არის სიცრუე, ყვილი და მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს დემაგოგიას, რასაც ისინი 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. დღეს ყველაფერი იცის, ინფორმაციები ხელმისაწვდომია და ასე რომ მინდა უთხრა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, ამ ხესების მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც იყო გაფორმებული ხელშეკრულებით, არანაირი შეფერხება არ ქონია.